კი ბატონო, ძალიან აქტუალური თემაა საზოგადოებას საუბრობს უკვე ამაზე ძალიან ღიად, ხმამაღლა და საინტერესოა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირება, თუმცა ვერც იმას ვერ გეტყვით, რომ ეს არ იყოს საინტერესო. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო, რადგან საქმე ეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უმაღლეს და მთავარ ბრალმდებელ სახელმწიფო სახელით. თუმცა მე მინდა აღნიშნო, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება უკვე იქცა საქართველოში ორ ურთიერთულად გაწყობილ პოლიტიკური პარტიის დაპირისპირების პოლიგონად და იმაზე მნიშვნელოვანი თემები, რაც არის თქვათ ქვეყანაში პრიორიტეტული არის გადაფარული. ამის თაობაზე მე რა თქმა უნდა მინდა თქვენთან ვისაუბრო, მაგრამ მინდა კონკრეტულად ამ მთავარი პროკურორის საკითხს შევეხო და ბატონი უგულავას განცხადებას. და მე ვთვლი, რომ საქართველოს რა თქმა უნდა არ მომეტება კრიმინალების და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების სამართავად, სახელმწიფო მენეჯმენტში სამყოფად. თუმცა მინდა როგორც იურისტმა გავაკეთო განმარტება, რომ სამართლებრივად როგორც ჩემი სხვა კოლეგა ორგანიზაციები აცხადებენ, აქ პრობლემებს ვერ ხედავ რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანაში მეგულება საინტერესო ადამიანების, რომლებიც მენეჯმენტს განახორციელებენ სწორად და სამართლებრივად, არანაირი შეკითხვები არ დაისვა მის წასულთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ხელისუფლებამ უნდა ჩათვალოს თავი ვალდებულად და საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში. თუმცა მე ვიცი, რომ ბატონმა პროკურორმა, მთავარმა პროკურორმა გააკეთა განცხადება, ეს იყო ინციდენტი პოლიციელთან და სხვადასხვა თქვათ გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე. უკვე საზოგადოება რა თქმა უნდა დაბნეულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლა პოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონად ქცეულ ქვეყანაში ვეღარავინ ვეღარ გაიგო ვის უნდა დაუჯეროს. პირადად მეც აღარ ვიცი ვის უნდა დაუჯერო, უგულავას დაუჯერო თუ პარცხალაძეს. მე მინდა უფრო სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით ვისაუბროთ ჩვენ ქვეყანაში და იმ პრობლემებს მივხედოთ, რასაც ბიუჯეტის დარღვევა ქვია, ადგილობრივი მმართველობის კოდექსი და მასში გათვალისწინებული ნამდვილად არის მომასწავლებელი და მხოლოდ პარტიულ ინტერესს მოუგებული ნორმების შეცვლა მინდა ამაზე ვისაუბრო ხელისუფლებას, მაგრამ იმდენად აქტუალური ხდება ეს პოლიტიკური დაპირისპირებები, რომ საერთოდ იფარება ეს თემები. და ისევ თქვენზეა დამოკიდებული ჟურნალისტებზე, რომ როგორმე წარადგინოთ ეს თემებიც ამ საკითხებთან ერთად საზოგადოების სამსჯავროზე. ასევე მე მინდა აღვნიშნო ბატონი გიგის თქვა რიტორიკული დამოკიდებულების კრიტიკაც, ანუ მე ვიცი რომ ეს ადამიანი გახდათ წინა გასულ ხელისუფლებაში სამყარო თანამდებობებზე და მაშინ არ იყო საქმის კურსში საზოგადოება, უბრალოდ ეს კითხვებს ბადებს რა თქმა უნდა და საინტერესოა. ანუ არ მესმის, აი კიდევ ეს ამტკიცებს ეს ყველაფერი იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთულად გაწყობილი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირების პოლიგონად არის ჩვენი ქვეყანა ქცეული. და სხვა არაფერი და საკუთარი ინტერესებზე არის მხოლოდ მორგებული ყველაფერი და არა იმაზე ვინ არის კრიმინალი ან ვინ იყო კრიმინალური წარსულის მქონე თანამდებობის პირი. არ აქვს უფლება. რა თქმა უნდა არ აქვს უფლება. ეს ხო პროკურორი დღეს არის მთავარი პროკურორი, თქვენ ძაინ პროკურორი ხო? მაშინაც კი თუ კითხვები ქონდა საზოგადოებას, მაშინაც კი თუ ერთიანაცვალ მოძრაობას გააჩნდა კითხვები, უნდა დაეყენებინათ ეს საკითხი და პასუხისმგებლობა უნდა იყოს თავიანთ თავზე. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას უთხრათ და ღია და საჯაროდ რომ ფარცხალაძის წარსული ამ შემთხვევაში არის კითხვებს აჩენს, თუმცა სამართლებრივად მას პრობლემები არ აქვს, იყოს მთავარი პროკურორი, პროკურორი ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი. მაგრამ რა თქმა უნდა აქვე მინდა დავზინო რომ ჩემ ქვეყანაში მეგულება საინტერესო ადამიანები რომლებიც მიმართ საზოგადოებას არავითარი კითხვები არ იქნება წასულთან მიმართებით და მე მახსენდება თუ არ ვწდები ჯორჯ ბუშის მაგალითი რომელსაც ყვაწვილი კაცობის დროს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს დააჯარიმეს და მთელი ცხოვრება იმეორებდა რომ არასდროს არ დაულებია შემდეგ რადგან საზოგადოება ყოველთვის ახსენებდა ამ ფაქტს. ეს არის კულტურა, ეს არის პოლიტიკოსების მახასიათებელი. და ჩვენ თუ ვისწრაფით თქვათ იმ ევროპულ ღირებულებისაკენ და ანუ თქვათ ამ შემთხვევაში ამერიკაზე არ ვსაუბრობ, ჩვენც უნდა მივეჩვიოთ ამას, ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში მართველი ძალა, მართველ ძალაში არსებული თანამდებობის პირები, რომლის მიმართაც საზოგადოებას არავითარი კითხვები არ ექნება. ნუ შეიძლება პოლიტიკური კითხვები ქონდეს, პოლიტიკურ წავსთან დაკავშირებით, ეს პოლიტიკა, მაგრამ კრიმინალთან მიმართებაში შეუძლებელია კითხვები ჩდებოდეს კიდევ ამ ჩემ ქვეყანაში და ისმებოდეს ესეთი უხერხული კითხვები. და მე თავის მართლები, თავი პროკურორი არ უნდა იმართლებდეს თავს, რომ მას არა კაჩაღობის მუხლით ქონდა თქვა დასამართლობა, არამედ რაღაც პოლიციელთან ინციდენტი და ასე შემდეგ. გეტყვით ჩემ პირად მოსაზრებას. სამართლებრივად ისევ და ისევ ვიმეორებ. მას არანაირი პრობლემა არ აქვს, უნდა სამართლობა გაქარწყლებული ან გაუქმებულია, ეს სამართლებრივად ჩვენი კანონმდებლობით ეგრე არის, ეკაოს თანამდებობა 12 თუ 20. თანამდებობა, მაგრამ ხანდაზმული ვადა, ან 8 ან 12 ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ დადგინდება და ხელისუფლებას მე მთხოვ და მინდა მოთხოვ დაივალდებულოს თავის თავი. განმარტოს სწორად რა ხდება პოლიციათა ინციდენტი იყო თუ ეს იყო ყაჩაღობა. ეს აბსოლუტურად განსხვავებული ბრალდება არის.
ყაჩაღობაზე იურდულად სხვა არის და ინციდენტი პოლიციასთან და სხვა ინციდენტის გამორიცხული არ ჩვენ არა ვართ. მე ყოველთვის ვიცი რომ ვერ გავხდები და არც უნდა გავხდე ყაჩაღი, მაგრამ პოლიციასთან ინციდენტი მეც მომსვლია. თუმცა სუბუქი და შელაპარაკების დონეზე და ყველა ადამიანს ქონია რაღაც ელემენტარული შეკითხვები მათთან. ეს არ არის პრობლემა. ამიტომ სახელმწიფო უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს აქ. მთავარი პროკურორი ნასამართლებია ყაჩაღობაზე, ამ ძიმე სამართლის თქვა პროცესის დანაშაულზე, თუ ის ნასამართლებია უბრალოდ პოლიციასთან ინციდენტის გამო. და თუ აღმოჩნდება რომ ყაჩაღობაზეა ნასამართლები, მე როგორც მოქალაქე, ამას არ ჭირდება სამოქალაქო სექტორი, ამას არ ჭირდება იურისპრუდენციაში განათლება. უბრალოდ ირაკლი ლომტი თვლის საქართველოს მოქალაქე, რომ არ უნდა იყოს ის მთავარი პროკურორი. ჩვენ სახელმწიფო ბრალდებლად ვჭირდება უმციკლო წარსულის და შესანიშნავი მომავლის პერსპექტივების მქონე ადამიანები. და რაც შეეხება გასაგებია, პირველ რიგში მე იმით უნდა დავიწყო, რომ ბატონი გულავას, ამას შევეხეთ ამ საკითხს უკვე, რომ მიზანშეუწმებლად მიმაჩნია. დღეს დააყენოს ერთმანეთსო მოძრაობამ, სხვა თანამდებობის პირების მიმართ პრეტენზიები, როცა ისინი იყვნენ მათი გუნდის წევრები მაშინ წინა ხელისუფლების პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ მხოლოდ უსვამს ხაზს მათ პოლიტიკურ ინტერესებს და არაფერზე სხვაზე. რაც შეეხება მე მინდა კიდევ ასევე შევეხო პირველად მომიწიეს ეთერი, საზოგადოება ჩავაყენო ჩემი კუთხით საქმის კურსში ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავს მიცა უფლება, გაბედა, ეს იყო დავალები თუ თავისი ინიციატივით და სახელმწიფო ბიუჯეტს თუ ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტს დააკლო 1 ლარი მაინც. მან მკაცრად უნდა აგოს პასუხი. ეს იქნება უგულოვა, ის იქნება ბიზნევანიშვილი თუ იქნება ირაკლი, სულ ერთია. ამას არსებითი მნიშვნელობა სახელმწიფოს მნიშვნელობა არ აქვს. აქვს თუ არა მას გაკეთებული ბევრი საქმე ქვეყნის განვითარებისათვის. თუ აქვს, მადლობები, მაგრამ თუ მან დაარღვია და ჩაიდინას ის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს დანაშაულისათვის და შემდეგ უკვე უნდა განვიხილოთ მისი უფლებამოსილების საკითხი. ასევე მინდა გამოვეხმაურო გულავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მისი უფლებამოსილება იქნა შეჩერებული. მე ვთვლი, რომ ეს არ იყო სწორი, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი არჩევანი არის ევროპა, სადაც ის ქვეყნები და ის ღირებულებები, სადაც ხალხის მიერ პირდაპირ წესით არჩეულ ხელისუფალს ან ნებისმიერ თანამდებობის პირს ესე უპრაგუნოთ სასამართლო თავისი ზეპირი მოსმენის გარშე, თავისი ნებით ესე არ ხსნის და არ უჩერებს უფლებამოსილებას. ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ, საზოგადოება ამას უნდა მიეჩვიოს, რომ რეალურად წავიდეთ იმ გზაზე, რასაც ევროპა და ევროპული ღირებულებები ქვია. დანარჩენ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა დაწყებული უგულავათი დამთავრებული ნებისმიერი სხვა პირი, თუნდაც ნებისმიერი რანგის თანამდებობის პირი, ისე დამლაგებელი თუ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მათ ყველამ უნდა აგონ პასუხი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზიანისათვის. მაგრამ ეს უნდა დადგინდეს, ისევე უნდა დადგინდეს, როგორც ფარცხალაძის საქმე უნდა დადგინდეს. და ასევე სხვა შემთხვევები. უნდა მე როგორც მერაბიშვილის საკითხი ბოლო პერიოდში გავრცელებული. ეს ყველაფერი უნდა გახდეს აბსოლუტურად საჯარო, აბსოლუტურად შეკითხვების გარეშე უნდა დადგეს და საზოგადოება დარწმუნდეს საბოლოოდ რასთან გვაქვს საქმე. დღესაც რა თქმა უნდა გვაქვს. დიახ, მე მინდა მართლაც შევეხო და იმად გითხრათ თქვენს, რომ ამ თემებმა, რომელიც მხოლოდ მათ ორი პოლიტიკური პარტიის არა ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე საუბარს, არამედ მხოლოდ დაპირისპირებას ეხება, გადაფარა აბსოლუტურად უნიშნულოვანი საკითხები. ეს არის ადგილობრივი მმართველობის კოდექსი პირველი და არავინ არ საუბრობს იქ ერთ მნიშვნელოვან, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ადრე მოქმედი კოდექსის კანონის საფუძველზე გათვალისწინებული მე-8 თუ მე-9 შესაძლოა აღარ მახსენდება იყო, რომ ქართული ენა იყო სავალდებულო საქმის წარმოებისათვის ტერიტორიულ ერთეულებში. დღეს საერთოდ გაუქმებულია ეს მოთხოვნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავთ, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებთან, უფრო საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვცდილობთ, რომ შევატანინოთ ცვლილება, რომ ქართული ენა იყოს სახელმწიფო ენა, ანუ გათვალისწინებული როგორც საქმის წარმოების იმპერატიული ენა. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ წავაწყდებით ძალიან ბევრ უხერხულობას იმ რეგიონებში და იმ ადგილებში, სადაც ეთნიკური უმცირესობებთან გვაქვს საკითხი და იქ შეიძლება ბევრი კითხვები და უხერხულობები წარმოიქმნა, სხვა თუ არა ზეგ მაინც. ასევე გადაიფარა ბიუჯეტის პროცესი, ასევე გადაიფარა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად წინა ჩვენი შეხვედრა ეხებოდა სოფელ დვანში უყურადღებოდ მიტოვებულ
ადამიანებს, რომლებმაც შემოსავლის წყარო, ანუ მიწის ნაკვეთები, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აბსოლუტურად მთლიანად დაკარგეს და დღეს ელემენტარული გათბობის გარეშე არიან და ხელისუფლება არავითარ ყურადღებას არ იჩენს მათ მიმართ. ეს საკითხები, რომელზეც ჩვენ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ვიდრე მათ პოლიტიკურ ინტერესებზე, ვინც მხოლოდ საუბრობენ დღეს და ერთმანეთს აბრალებენ, ვინ რა გააკეთა 9 წელი და 2 წელი და ასე შემდეგ. ასევე მე მინდა საზოგადოებას უთხრა ახალი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ მუშაობთ, უახლოეს პერიოდში ალბათ ახალი წლების შემდეგ მოვასწრებთ, წარუადგინოთ საჯაროდ და განვცხადოთ, რომ ჩვენ მიგვაჩნია ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფო ორგანოს, ეს არის საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტი, მას უნდა დაექვემდებაროს საქართველოს პროკურატურა. საქართველოს პროკურატურა გამოდის სახელმწიფოს სახელით და ვფიქრობთ, უფრო მეტი ლეგიტიმაცია იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი იქნება მონიტორინგის განხორციელებელი, ანუ იმ უფლებამოსილების განხორციელებელი, რა უფლებამოსილებაც მის საქმიანობაზე მონიტორინგის თვალსაზრისით გააჩნია იუსტიციის მინისტრს. იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრია გახლავთ პოლიტიკური თანამდებობა დანიშნვით, რომელზეც ხალხი პირდაპირ კუთხით ვერ ახდენს გავლენას, შესაბამისად მირჩევნია საქართველოს პროკურატურა და რადგან დღეს აქტუალური გახდა ეს თემა, ვიზრუნოთ იმაზე ნელა-ნელა, თქვა, თქვენი დახმარებითაც, თქვენი დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ჩვენთვის სამოქალაქო სექტორში მოქმედი ადამიანებისათვის, რომ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები გავავრცელოთ უფრო და უფრო ხმამაღლა გახდეს ნათქვამი საქართველოს პარლამენტისკენ გადავიტანოთ საქართველოს პროკურატურის განხორციელება. ეს იქნება ძალიან საინტერესო, მე მინდა გითხრათ, არ დავაკონკრეტებთ არც სახელდაგვარებს, ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამ იდეას ხარს, საინტერესო ადამიანები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, მათ შორის ბევრი პროკურატურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი ჩემი მეგობრებიც და ეს იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისათვის. ჩვენ თითოეულ მოქალაქეს გვექნება საშუალება უფრო მეტი ზედამხედველობა გაუწიო და უფრო მეტი ჩართულობა გქონდეს საქართველოს ბრალდებლებთან, საქართველოს სახელით გამომავალ ბრალდებლებთან. შესაბამისად ეს საინტერესო მოდელი მგონია და ვფიქრობ ამას ჭირდება საკანონმდებლო ცვლილება და ამ კუთხეს ჩვენ მიმართოთ პარლამენტს. დიახ, რა თქმა უნდა. Უფრო ახალი წლების იანვრის თვეში.